რატო შეიძლება ეშინოდეს სახელმწიფოს მოხალისეების? რისი ეშინია იმის, რომ ვერ აკონტროლებს, ფოტოს ვერ გადაიღებს თქვენთან და ვერ დადებს რაღაც თავის გაკეთებულ საქმეთ, თუ აი ეს კონტროლის დაკარგვა არ უნდა, თუ ყველა საქმე რაც კეთდება, თავის თავს უნდა რომ მიაწეროს. ხო, მანდ ცოტა სხვა პრობლემას ვხედავ მე რა. იდეურად რაღაცა შეიძლება არ აწყობთ, რომ ესე გაერთიანებულად რომ მოქმედებს ეს ხალხი რაღაცა რწმენა რაღაც იმისი, რომ ერთიანი ძალით რაღაცის კეთება შეიძლება საზოგადოებაში. თან მართლა უცბად ისე კარგად უცბად გამოგვდის ყველაფერი კარგად და ესე რაღაცა ორგანიზებულად, რომ მართლა რა ვიცი, მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ ყველაფრით და რა ვიცი ხა, აი რატო უნდა უშლიდე მაგ ყველაფერს ხელს? ჯერ ერთი შემთხვევაც კი მე არ გამიგია, რომ ვიღაცა მოხალისე შეიძლება რაღაცა იქ რაღაც დაშავდან, რაღაც გამოსაყვანიან, რაღაცა ეგეთი სიტუაცია. უმეტესწილად მოსახლეობის მანქანებს ვათრევდით ხოლმე ის თოლში ჩარჩენილს. თოლში ჩარჩენილს, ანუ ალბათ რომ ურჩევნია ხელისუფლებას დაბნეული მის ხელში შემხედვარე მოსახლეობა, ვიდრე მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც პრობლემები თვითორგანიზებით მოაგვარონ. ალბათ ხო, მაგ წრწმენას რომ საზოგადოებაში რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დიდი ძალის გარეშე რაღაცების კეთება ერთი თავის გარეშე კარგად რო რაღაცა გამოგივა ეგ არ უნდათ რა.